ვოვანა და ლექსუსას შოუ. ასე ჰქვია გადაცემას, რომლის პრანკერებიც დაუკავშირდნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ასევე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელს უჩა ნანუაშვილს და ამავდროულად აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისინი დაუკავშირდნენ მათ გარი კასპაროვის, მოჭადრაკე გარი კასპაროვის სახელით. მოჭადრაკე გარი კასპაროვი აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ მოძრაობაში და მუდმივად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და 2013 წლის ივნისში დატოვა რუსეთი და ემიგრაციიდან გააგრძელა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კასპაროვი ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია, ხოლო რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ კი შეტანილია უცხოელი აგენტების რეესტრში და სავარაუდოდ სწორედ ამიტომ აირჩიეს ლექსუსა და ვოვანამ გარი კასპაროვი და ის რომ ასე გაესაღებინათ თავი და შეიყვანათ შეცდომაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ასევე უჩა ნანუაშვილი და სწორედ მისი სახელით დაუკავშირდნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და როგორც თავად აცხადებენ ისინი დაუკავშირდნენ მათ იმის გასარკვევად თუ ვინ იდგა საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკან, რომელიც უკვე მეხუთე თვეა, უკვე არ წყდება და ამავდროულად ლექსუსა და ვოვანა გარი კასპაროვის სახელით მათ შესთავაზე სალომე ზურაბიშვილს დახმარება და სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დახმარება სჭირდება მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალური საკითხების მიმართულებით მუშაობენ და ასევე მედიას, რომელიც კონკრეტულად კი რეგიონულ მედიას და პრანკერები ასევე დაუკავშირდნენ უჩა ნანუაშვილს, რომელსაც ასევე ეგონა, რომ ესაუბრებოდა გარი კასპაროვს, როგორც თავად უჩა ნანუაშვილი აცხადებს გარი კასპაროვთან, მანამდეც ჰქონდა შეხება, მისი ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდა ოსლოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საუბრობდა და როგორც უჩა ნანუაშვილმა დღეს კონფერენციაზე ისაუბრა, მან განაცხადა, რომ ამ გადაცემაში, რომელშიც მისი ინტერვიუ გავიდა, მიზანმიმართულად არის დამახინჯებული ფაქტები და გავრცელებული არის დეზინფორმაცია საქართველოში არსებულ პროდასავლურ ჯგუფებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი გადაცემაში საუბარია იმაზე, რომ თითქოს უჩა ნანუაშვილი საქართველოში არაფორმალურ დაჯგუფებებს ქმნის და ქვეყანაში ევრომაიდანის მოწყობას გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც მან განაცხადა, რომ ეს ნაწილი არის დამონტაჟებული, სინამდვილეში კი ის საუბრობს ნიღბიანი ფორმირებების, ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მონაწილეობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში და არაფერი აქვს საერთო აქ ევრომაიდანის მოწყობასთან. და ასევე უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ამ გზავნილების გავრცელებას საქართველოში ქართული ოცნების წევრებმაც შეუწყეს ხელი. დღეს ისაუბრა უჩა ნანუაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით და შეგვიძლია რომ მოვისმინოთ მისი კომენტარი. და ეს სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსულ პირველ არხზე, პუტინის მთავარ არხზე, მოსკოვში, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოზეც კი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობის დროს ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში. ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში და ეს უკანონობა გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. 500-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის ამ ბანდიტების მხრიდან 50-ზე მეტი ადამიანი დღემდე რჩება საპყრობილეში და სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპარს, მათ საქმიანობას და სწორედ ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმული და სწორედ ამ ძალებზეა საუბარი, რაზეც არის სულ სხვანაირად დამონტაჟებულ მასალაში წარმოდგენილი რუსული არხის მიერ. სამწუხაროა ის, რომ ქართული პროპაგანდისტული მედია საშუალებები ასევე იმეორებენ რუსულ პროპაგანდას, ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირების კომენტარებიც ნახე გუშინ, რომელიც კითხვის დაშლის გარეშეც კი, პრინციპში გადამოწმების გარეშეც კი, ფაქტების გადამოწმების გარეშე იმეორებენ კრემლის მესიჯებს. ეს ჩემთვის იყო ერთგვარი ილუსტრაცია, ძალიან ნათელია თუ ვინაა კრემლის დასაყრდენი საქართველოში, ხელისუფლებაში, ვინ ტირაჟირებს მის მესიჯებს.